საღამო მშვიდობის ეთერშია გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმფაქტი. საღამო მშვიდობის. დღეს ჩვენს გადაცემაში ვერ მოისმენთ ნინო ბურჯანაძის განცხადებას. უნდა დავარწმუნოთ აფხაზები და ოსები, რომ მხოლოდ ერთიანობაშია ჩვენი სიძლიერე, რადგან ექსპერტების აზრით, ქალბატონმა ნინომ სჯობს ჯერ დანარჩენი საქართველოს ამომრჩეველი დაარწმუნოს. ვერ მოისმენთ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, ანაკლის სპორტი ჩვენი მთავრობის წარმატებული პროექტი იქნება, რადგან ექსპერტები ახსენებენ მას, რომ ამ პორტის იდეამ ერთი მთავრობა უკვე ჩაძირა. ვერ მოისმენთ ინფორმაციას იმაზე, რომ სამტრედიაში ახალი მეტეოროლოგიური საგუშაგო გაიხსნა, რადგან ბუნებას ამ ცენტრის ხათრი ალბათ არ ექნება და მაინც იწვიმებს. ამით კი სტანიაღვრეს სისტემებს ჯაფა მაინც დაადგება. თბილისის მერი დავით ნარმანია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრნენ კონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ქუთაისის მერები მიიღებენ მონაწილეობას გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება და ის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი ურბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება. უკან ჩვენი მერები საკუთარი ხოდით, ანუ იქ შეძენილი 96 წელს გამოშვებული Opel Vectra-ით, რომელსაც ექიმის ცოლი მართავდა, ასევე 92 წელს გამოშვებული Ford Transit turbo დიზელით დაბრუნდებიან. ამ ავტომობილების რუსთავის ავტობაზრობაზე სარფიანად გაყიდვის შემთხვევაში მათი ვიზიტები სარგებელ საქართველოსაც მოუტანს, აღნიშნავენ პერეგონშიკები. თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ საჯებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრიშონიამ მას შემდეგ მიიღო, რაც 2 ტაიმი და დამატებითი დრო გავიდა. გადაწყვეტილება პენალტების სერიის შემდეგ იქნა მიღებული. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი დოდო გვაზავა აცხადებს, წვიმა გაძლიერდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში. ასევე დასავლეთ საქართველოში გაძლიერდება ქარი, 30 სექტემბრის ღამით კი სავარაუდოდ წვიმაც გაძლიერდება. მოკლედ, ყველაფერი ძლიერდება ქართული ეკონომიკის გარდა, აცხადებენ სინოპტიკოსები. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გამოდის ინიციატივით სასამართლო პროცესებზე ადვოკატებმა მონაწილეობა მანტიაში გამოწყობილებმა მიიღონ. მინდა ადვოკატებმა ჩაიცვან მანტიები, როგორც ეს არის ევროპულ ქვეყნებში. ადვოკატი ვიზუალურად უნდა განსხვავდებოდეს ყველა იმ ადამიანისგან, ვინც სასამართლოში გამოდის. ის უნდა იყოს მოწესრიგებული, მობილიზებული, როგორც ეს არის ევროპის მოწინავე სახელმწიფოებში, აღნიშნა ხატიაშვილმა. ამ საკითხზე სასაუბროდ სტუდიაში ექსპერტი ღირსების შესაბამისად შემოსვლის დარგში ბატონი ბექაონიანი მოვიწვიეთ. ბატონო ბექა, მოგესალმებით. რას ფიქრობთ, როგორ უნდა ეცვათ ადვოკატებს სასამართლოში? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. იცით რა არის? ტანის სამოსი ძალიან ხშირად განმარტავს ხოლმე იმ იდეას, რომელსაც ესა თუ ის მოხელე ემსახურება. აი თქვენ შემთხვევაშიც თქვენ გაცვიათ მშვენიერი სადა და მწვანე ტანის სამოსი. ეს კი ნიშნავს იმას, რომ უფრო გენდობიან, როდესაც ახალ ამბებს აწვით ადამიანებს. ახლა რაც შეეხება ადვოკატებს. დიახ ბატონო, ადვოკატები უნდა მოვიდნენ არა მანტიით სასამართლოში, არამედ უნდა მოვიდნენ ღამის საცვლებითა და პერანგებით. ვინაიდან ისინი ისე უნდა იყვნენ დარწმუნებული თავისი დაცვის ქვეშ მყოფთა სიმართლით, რომ ძილშიც რო გააღვიძო, აუცილებლად ეგრევე უნდა გითხრან მათი გამამართლებელი ალიბი. ახლა თავარი ისაა თუ რა უნდა ეცვათ მოსამართლეებს. აქ მარტო ჩაცმულობაზე არ არის საქმე. ჩვენ მოსამართლეები აუცილებლად უნდა ავიყვანოთ სამოდელო სააგენტოებიდან, რადგან მათ უნაკლო სხეულები უნდა ქონდეთ და უნდა ეცვათ საცურაო კოსტიუმები. მიუხედავად იმისა, რომ თემი და არის ბრმა და ვერაფერს ვერ ხედავს, სამაგეროდ იქ მყოფი საზოგადოება გახალისდება და თვალს წყალს დაალევინებს. და ბოლოს რა უნდა ეცვათ პროკურორებს? ეს უკანასკნელები სასამართლოში დედიშობილა უნდა მოვიდნენ. დიახ, რადგან შიშველმა პროკურორებმა უფრო ადვილად შეძლონ დამნაშავის ტყავში შესვლა და რეალური განზრახვების ამოკითხვა. იქ თუ რატო ჩაიდინა ამა თუ იმ დამნაშავემ ესა თუ ის დანაშაული. მადლობა ბატონო. ვაგრძელებთ გამოშვებას. ანაკლის სპორტი იქნება ჩვენი მთავრობის წარმატებული პროექტი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში განაცხადა. ამ განცხადების შემდეგ ფოთის სპორტში ამინდი საგრძნობლად გაუარესდა. ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას სკაიპით დაკითხვა იგეგმება. სკაიპით დაკითხვა უმტკივნეულო არწმუნებენ ადვოკატები დათა ახალაიას, რომელიც თავად დაკითხვებისას სკაიპის ნაცვლად რეზინის ხელკეტებს, ელექტროშოკებს და სხვა ტექნოლოგიურ სიახლეებს იყენებდა. ლუკა კურტანიძე აცხადებს, ვაფრთხილებ ყველას, თუ არ გაჩერდებიან, საჯაროდ დავასახელებ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ზონდერებად მუშაობდნენ. თუ გაჩერდებიან, ასეთ კითხვას სვამენ ზემოთ ხსენებული ზონდერების მიერ არაერთგზის ნაცემი მოქალაქეები.
და გადაცემის ბოლოს პროდიუსერი მატყობინებს, რომ თბილისისა და ქუთაისის მერებმა გერმანიაში ავტომობილები უკვე შეიძინეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ Opel Vectra-ს ნაცვლად შეიძინა დაუტიანი Toyota Prado, ხოლო თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2012 წელს დაბადებული არაბული ულაღი. მათ გადაწყვეტილების შეცვლა იმით ახსნეს, რომ თბილისამდე დიდი გზაა და ნახმარ მანქანებს და ცხენებს ვერ ენდობიან. იმ ფაქტის კოლექტივის სახელით ვულოცავთ მერებს შენაძენს და ვუსურებთ სულ დოლარივით მწვანეზე ევლოთ. ეს იყო გადაცემა ინფორმაცია ფაქტი ანუ იმპაქტი. ჩვენ ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის. პროგრამა აწარმოეს საქართველოში ფარგლებში მარნეულის საკონსერვო ქარხანამ დაიწყო პირველი ქართული სმარტფონის ყარაჯალა Q6-ის წარმოება. ტელეფონი ფუნქციონირებს ახალი ქართული Android-ის პლატფორმაზე. მას მრავალი უნიკალური ფუნქცია გააჩნია, აქვს რაც კი არსებობს ყველა პიქსელიანი კამერა, რომლის ობიექტივსაც უსვია ხვლიკის სისხლი და მისით შესაძლებელია ტიტველი ქალების სურათების გადაღება. ტელეფონი აღჭურვილია ფუნქციით M საათში, რომელიც ავტომატურად შედის ონლაინ სესხების საიტებზე, იღებს მომენტალურ სესხებს და რაც მთავარია იქ თქვენი მტრებისა და ავის მსურველების სახელითა და გვარით ფიქსირდება. ტელეფონს გააჩნია სპეციალურად საქართველოს ბაზრის მოთხოვნებისთვის შექმნილი პროგრამა მოусმინე დედაშენს, რომლის მეშვეობითაც არა მარტო შეუძლებელი ხდება თქვენი პირადი საუბრების მოსმენა, არამედ თქვენ შეგიძლიათ მოусმინოთ თქვენს პოტენციურად ფარულ მიმყურადებლებს. შეიძინეთ ყარაჯალა Q6 დღესვე და მიიღეთ საჩუქრად 3 კილა კიტრის მწნილი და ჯონჯოლი.